კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულება დატოვა. ამით მისი 7 თვიანი პატიმრობა დასრულდა. პარლამენტში ქართული ოცნების ინიციატივის შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ბრალდებით დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საპატიმრო დაწესებულება დათქმულ დროზე ადრე, დილით 8 საათზე დაატოვებინეს. მიდრე ზურაბ ჯაფარიძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან მისასვლელად ემზადებოდნენ, მოულოდნელად გაიგეს, რომ ის უკვე სახლისკენ მიმავალ გზაზე იყო. მე დღეს ვიკითხე ზუსტად რომელ საათზე გამიშვებდნენ და მითხრეს რომ მზად უნდა ყოფილიყავი დაახლოებით 11:30-ისთვის. არა ისე მოხდა რომ დილას 8 საათზე გამომდგეს კაი. უბრალოდ მითხრეს რომ უნდა ჩამელაგებინა ყველაფერი და გავსულიყავი და ჩასალაგებელი არაფერი არ მქონდა და მაისურით ვიყავი, გუშინ უნდა შემოეგზავნათ ქურთუკი, მაგრამ არ შემოურჩეს, იმიტომ რომ ძალიან სქელი არისო და სტანდარტებში არ ჯდებოდა და ამიტომ მაისურით გამომიშვეს დილის 8 საათზე. ტაქსი იყო გაჩერებული, დაახლოებით 1 საათში მოვახერხე ტაქსი იყო გაჩერებული და იმის ტელეფონით დამეხმარა რომ დამერეკა ატასთვის და მეთქვა რომ გარეთ ავარ. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის წინასწარ ინფორმირებას ან და მასთან რაიმე სახით შეთანხმებას გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ინახებოდა. მსჯავრდებულმა ზურაბ ჯაფარიძემაც დაწესებულების დატოვებისას თან წაიღო საკუთარი ტანსაცმელი. ზურაბ ჯაფარიძის განცხადება თითქოს მას რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ არის სიცრუე. პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების დღის განრიგის შესაბამისად მუშაობა იწყება 8 საათზე. მსჯავრდებული ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების მოგვარებას დასჭირდა მცირე დრო და ის გათავისუფლდა პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების მოთხოვნების სრული დაცვით დაახლოებით 8 საათსა და 30 წუთზე. საპატიმრო დაწესებულების დატოვების მიუხედავად, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თავისუფლებაზე ყოფნის მცირე დრო ეფექტურად არის გამოსაყენებელი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამ განცხადების მიზეზი არის საქართველოს პროკურატურის მიერ 6 ნოემბერს დაწყებულია ახალი გამოძიება. უწყება 8 ოპოზიციონერ ლიდერს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საბოტაჟსა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას ან მხარდაჭერას ედავება, რაც მრავალწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ჩემზეც, ლაკაზეც, ვარამიაზეც, ვაშაძეზეც ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტა ხანი გამოგიშვებთ, რომ შეიგზნოთ ხელახლა რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ, ან უნდა გაჩვენდეთ, ან უნდა ქვეყანა წახვიდეთ. არავინ ამის გამკეთებელი არ არის, ამიტომ მე რას იზავ, არც სავაპირებ ცხადე, არც ვაპირებ და არც არავინ არ დააპირებს, რამაც მე ვიცნობ ამ ადამიანებს და ჩქონია რომ კარგად ვიცნობ, ამიტომ მე რას იზამენ არ ვიცი, მე არ მგონია რომ მაგ ზამანს ეხა გადაწყვეტილი ქონდეთ უკვე, ჩაგვსვამენ თუ არა 7 წლით ან 15 წლით, ალბათ გზადაგზა გადაწყვეტენ მაგრას, მაგრამ რატომაც არის ჩამოკიდებული, მაგით უარი რომ რაღაცა მუდმივად ამ განცდის ქვეშ იყო, რომ შეიძლება რომ ცოტა დრო გაქვს და შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩაგვსვან ციხეში. ბუნებრივია ძალიან მიხარია, რომ ზურა ახლა თავისუფალია, მაგრამ მეორე მხრივ არ ძალიან გაბრაზებული, იმითი რომ აი ასეთი მდგომარეობა გვაქვს, სრულიად უსამართლოდ და უკანონოდ იყო დაკავებული ზურა მოწყვეტილი თავის ოჯახს, ძვირფას ადამიანებს, საქმეს და ჩვენ ზუსტად იმისათვის უნდა ვიბრძოლოთ და იმას მივახციოთ, რომ ერთმანეთს ციხის კარებთან ან ქუჩაში კი არ ხვდებოდეთ, ზურა, მე და სხვა ჩემი კოლეგები ერთმანეთს ხვდებოდეთ დემოკრატიულ არჩევნებზე. აი ამას უნდა მივახციოთ ჩვენ და ესეთი უბედურება და უსამართლობა აღარ უნდა განმეორდეს და ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს ამაზე. თუ გინდათ აქ ცხოვრება, მაშინ უნდა გაჩუმდეთ. თუ არ გაჩუმდებით, აი გამოგიშვათ, მაგრამ უკან შეგაბრუნებთ. მაგრამ ჩვენ არც ბრძოლის შეწყვეტას ვაპირებთ და ზურასთან ერთად, ჩვენს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან, პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად შიშველი ხელებით გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ტროტუარზე დგომას გვიშლიან, აი სად მივიდა საქართველოს დემოკრატია. პირდაპირ პროცესი წამოიწყეს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც არის დემოკრატიის გაუქმების იურიდიული გაფორმება. გამოძიების ვერსიით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციები, რასაც საპოლიციო ძალებთან შეტაკებები მოჰყვა, ოპოზიციონერთა ორგანიზებული იყო. ბრალდებულთა შორის არიან კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძეს, თუმცა მათ წინააღმდეგ პროკურატურამ გირაოს გამოყენება მოითხოვა. უწყება საქმეების სასამართლოსთვის განსახილველად ჯერ არ გადაუცია.
ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ბრალდებით ოპოზიციონერი ლიდერთა უმრავლესობა კვლავ საპატიმროში რჩება. ზურაბ ჯაფარიძე დაკავებულებს შორის პირველივე აღმოჩნდა. მიმდინარე წლის 22 მაისს მას ბორკილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ხტომათა დარბაზშივე დაადეს. პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე ოპოზიციონერმა ლიდერმა უარი თქვა კანონით გათვალისწინებული პროცედურით სარგებლობაზე, ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობაზე. მანამდე კი პოლიტიკოსმა უარი თქვა პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვაზე. დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის დაკავებულთაგან მხოლოდ ორმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრ ჯაფარიძემ დატოვეს საპატიმრო პრეზიდენტ მიხეილ ყავალაშვილის შეწყალების საფუძველზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს.